ვიცი ხო დავაგვიანე, გამარჯობათ, მოგესალმებით. როგორ ვიცი დავაგვიანე. არ შემომხედოთ, არ მითხრათ ჩემ მდგომარეობას, თარაკარგა თეთრი ფონის იმაზე ვზივარ და ჩემი გუშინდელი კატოს ნამუშევარი პუწები დამეშალა, მაგრამ არ ვიშლი, იმიტომ რომ ხვალე ესე მიდივარ სამსახურში. ხო, ანუ არ მითხრათ ასაგე ხარო, იმიტომ რომ გეტყვით ხა მართლა რასავ გევარ, ვიცი. ჯერ ის რომ სათვალეზე მაქვს ზეთი და მართლა ვერ ვხედავ ვერაფერს, მაგრამ ეს არის თვალების დამცავი ის არის რა, ფარი, ეხლა რასაც ვაკეთებ მაგალითად. დავაღამდა ხარხნო, ვიცი, რომელი საათია დამავიწყდება ვნახო. რა სიძახი? 7 სოციაკლია და მე ვზივარ აქ და საჭმელს ვაკეთებ და მგონია 12 საათი. ვინცა ეს მოიგონა? არა მოგონება რა შუაშია და ვინც დღეს ეს მოიფიქრა რომ ეს გავაკეთოთო? მოკეთ ლაშამ გამოდგა სურვილი ჩანახი გავაკეთოთო და დამიჭრა რაღაცეები და ნუ თვითონ საქმეზე გავიდა, ხატი უნდა გადააბრძანონ სხვის ოჯახში. ხო და ანუ ბადრიჯანი შევწვი, კარტოფილი შევწვი, ბულგარული შევწვი, ხორცს წვავე ხა და ესენი დამჭა შესაწვილი. გამწვავი მქონდა ჩართული. გამოვთე ხარ ვიდეო დავიწყო მაინც მეთქი რა. დავიწყო მაინც მეთქი. როდის დავამთავრებ არ ვიცი, იმედია დავამთავრებ დღეს. ხო და მეთქი იცი როგორ დღეს როგორ ის არის ვიდეო. აუ ბარბარე! ჩქარა გამოდი იონეს ოთახიდან. არა პირიქით ოთახეთ გამოდი. ყვავილი გადმომიგდო ფარდა. გარეთ გამოდი, გარეთ. ჩქარა ივანეს ოთახთან, აი ფანჯარასთან მინდა ის ყვავილი ხო არ მოტყდა. ფარდა სულ იმას რომ კარი დახურეთ, კარი დახურეთ, კარი დახურეთ. თხილად აიღე რა. გადატყდა. მიწა ეგ დაბლა ჩამოდგი. ყვავილი. აი ეგრე და ისა რა ცოტა ისეთი ბევრი მიწა თუა დააყარე ზემოდან დანარჩენს მე მივხედავ. და ივანეს კარები დახურე რომ შეხვალ. აი მე მაგდენი დაიყარა. ხარდამ მოურიო იხავი და მოვალ. ეს ესაა გადმოვარდით, უბრალოდ ჩართული არ იყო, თორე გადმოწყაპანდით დაბლა. ეს წერტილები რა არის და ეს არის ჭერია გაფუჭებული ამტრალი. კიდე გადმოვარდებით, იმიტომ რომ ნიავია. აი ასე იყავს. ალბათ ერთი ნახევარი საათი მომდები ამ ამბავს, ეს ხა დამშიში წაწველი და მე უნდა ფენა დავაყარო უბრალოდ რა და მწვანილები არ მაქვს. მწვანილებს მოიტანს და ზემოდან დავაყარი ბლომად და ვიღაცა გადაღების პროცესში შეყვება. მაგრამ ხორცი იმდენად რაღაც სხვანაირად ცხიმიანია, რომ სავარაუდოდ გოგები არ შეჭამენ და სხვა რამე უნდა გავაკეთო, რა ვიცი, და ან კვერცხედა იმას შეწვავენ რა. დღეს ვითომ არაფერი, მაგრამ საკმაოდ ბევრი საქმე მქონდა. ჯერ ის ხო ტყემალი ბოლომდე ვერ ჩავასხი წუხელი და გასტერილებული ბოთლები არ მეყო რა და დღეს ახლიდან გავაკეთე. ეგ ამბავი 12 გუშინ გამომიდა 12, 3-ისა 14 დღეს. და აი აქ კიდე საჭმელად დავალაგე, ხვალ სამსახურში წავეო უეჭველი. ხო და ისა. მე კიდე ავედი მაღლა. გუშ ხო ბიჭებმა გიფსოკარდონი მიაკრეს. და ის დასურილი იყო, რამტვერი იყო და მოგავე და მოუწმინდე, იმიტომ რომ ხა ისეთი ის უნდა ისაქნა რა ქვია. თეთრი რო რა ქვია, შპაკლი, გაშპაკლი. ხო და სისუფთავი რო ყოფილიყო რა, იმიტომ რომ კედლები უნდა ჩამოიწმინდოს, რომ შპარიელი კარგად გაიკრას მე. მერე ჩამოვედი და ეს აქონდა ლაშას დაწყებული პარალელურად და ეს დავიწყე და ეს დამაღამდა. ხო, ეზოში ადგილი გათავისუფლდა, იმიტომ რომ ის მანქანა წაიღეს როგორც იქნა, ნახე რა ხოლმე ეზო გქონია თურბე და არ ვიცოდი. ანუ ეს მთლიანად ეზო თავისუფალია.
რაც შეეხება ამ ფარდას, ცუდი არ არის. თავი ჯერჯერობით დღეს კარგად მუშაობს. შვენივრად. ხო, რაც შეეხება ხვალინდელ ერთი ბუზი მაინც შემომეპარაი. არა, მაგრად დაიცვა დედას კერძები, მაგრად დაიცვა ამ ფარდა. იმიტომ რომ დღეს ბუზის ჭაჭანება არ ყოფილა, აი ესეთი საიდან არის შემოთრეული. ხომისა გამოურიო და მოვალე ხა კიდე. სადღაც 2 წუთით და გავთიშავ, იმიტომ რომ მე ხახვი და ის უნდა ჩავყარო და ჯერ ხახვი. ხო, ჯერ ხავს ჩავყრი მე ამას, იმიტომ რომ ეს წვენს გაუშვებს პამიდორი. ხო და ძალიან გამწვევით უნდა ჩავთრა და ძალიან შიშხინს დაიწყებს რა. ხო და ესა, ალაგ-ალაგ დავამთავრებ ამ ვიდეოს. რაღაცა უნდა მეთქვა. ხო, ხვალე ანზე იყო დაგეგმილი, რომ უნდა წავსულიყავით იალნოზე, იცით თქვენ ყოველ წელს მიდივართ ხოლმე. მრევლიდან მიდიან და ყოველთვის მიდივარ ხოლმე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადაიტანეს. ეხლა ეს ორკვირიანი მარიამობის მარხვა დამთავრდება. მაგის მერე წავალ. იმედია ყოველ შემთხვევაში, რა ვიცი, არასოდეს რამდენიმე 10 წლეულია დადია, არა. ხო, პრინციპში კი. ხო და ისა არ გაიმაზება რა. ხო და ასე რა ვიცი, რაცა წავალ ყოველ შემთხვევაში მე მივდივარ, რა ვიცი. ყავა მინდა, მაგრამ აი სანამ ამას არ მოვრჩები, ესე გაიქე გამოიქეთი და ლევა არ მიყვარს. რაც შეეხება სიცხეს და ნიავს, კი ბატონო, სიცხე და ნიავი ერთად არის, მაგრამ ცხელნიავი უბერავს. დილას ავდექი 6 იყო დაწყებული. მაგიტომ მე მეძინება ადრე. თუმცა დღეს გადავწყვიტე ერთი რაღაც დავსკრინე, TikTok-ზე ვნახე და იქაც შემხვდა ფილმი არის. აუ რაღაცა არ დადეგები. მოკლედ რაღაც რა ვიცი, იმედია ვნახავ და ჩაგიგდებთ თქვენს იმ ფილმის სახელს, იმედია ქართულად არის ნათარგმნი, ბევრი აქებს. მე რო ჟანრი მომწონს, მაგრამ ასეთი ჟანრის ფილმია. ასეთი სტილის უბრალოდ და მინდა რომ აი ამას რო გავაკეთებ, ყველაფერს რო გავაკეთებ, აი შევიდე ოთახში წამოვწვე და ფილმს უყურო და ვუთხრა რომ ანუ არ მოგშვიდეთ. არც მოგწყურდეთ. მithumetes ნინოზია ეს გამახვილებული ყურისა რა. ასე ჩემ ბრალი არ არის რომ დამიგვიანდა, ხო იცი ხანდახან მაგვიანდება ხოლმე, ხანდახან მიგვიანდება ხოლმე, ხან 3 ვიდეოს ვსდებ, ხან ერთს, ხან არც ერთს. სხვა გზა არ მაქვს ხოლმე რა. ასიზავ ოჯახი რო ამოწურა ხორცო დამეწვა. ხახვი მოგაცილეთ. ფილმის სახელწოდება ვნახე, რადგან სკრინი მაქვს დადებული, დავსკრინე რო არ დამავწოს. და ქვია ჩემი ოქსფორდის წელი. აი ჩემი ინდაურები ლოყლოყებენ. ჩემი ოქსფორდის წელი. ნინო ინდაურები რა ერშვებიან. ყოლოყლოყობენ. ინდაური მომესწრო ხალხო. დაიცა. გაიფხო რა. არ შვება. აბა დააგდე რამდენჯერმე ბურთი. ბურთი დააგდე, იმიტომ რომ ის კრუხი რა ასაყვანი მყავდა, არ წამოხტეს და არ გაისროლო ბურთი. ინდაურებმა რო იციან, ხო იცით ტვენაზე რო იმოშვებიან ეკრეს. ინდაურები მომესწრენ ხალხო. დასაკლავები არიან. აიმე პამიდორი გადამჭა, პამიდორი და მე ავაწყობ იმას, რა ქვია, სეტს, თუ რაც აქვია, ხო იცით და ჭუჭელ ძირთად არის ხელი, მაგრამ აი ესენი დამრჩება ჯამები, რაშიც სასათითაო პროდუქტი გვჩალაგებული. ეგ დამრჩება და აუცილებლად იმასაც მოვასუფთავებ გას. გახეხილი მქონდა და გამეწუწა და ეგ რო დავტოვო ხვალე უარესი მოვა თან ხვალ ზეგმაზე მუშაობ და მოკლედ. დავიღალე ხარ.
აშკარად ვერ ავხედავ ამით, იმიტომ რომ ზეთით ამაქვს სავსე თვალები. მაგრამ ეს რო არ მკეთებოდა, აი წეღან სუზედ მასხავდა, მithmetes ბადრიჯანს რო წვავდი. ესე იგი შევწვი ბულგარული ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი და всё. აუ იცი რა მაქვს? თურქული ყავის აიცა. თურქული ყავის მოსამზადებელი აპარატი მაქვს. ნუ აპარატი რა ადუღებს კაცო. ანუ სუცკურად ავთქვი. ანუ ჩვეულებრივ მადუღარა რა, შედგა ვადუღდებ, არ გადმოვა რა, ანუ რო დაგჩეს. აი ქროდ გახარ. რამდენჯერ მომწვია გასთაროდ გახარ და ბა Facebook-ზე რა ხდება რა და გაპრიალებულგაზე მე ბევრჯერ მომწვია. ხო და იქ როგორც კი ადუღდება, იმ წამს ითიშება. ხო, ერთი რაც ამ კუხნაში არის მინუსი, ნუ ბევრი მინუსია, იმიტომ რომ კუხნა რო ეზოშია, იგი უკვე მინუსია. ადრიერ მაწუხებდა და ეხლა რაც ხანში შევდივარ მაწუხებ. აი ესეთი ანუ შტეპსელი დენის წყარო არ მაქვს იქ არსად რომ ანუ იქიდან უნდა გადმოვდგა, აქ დავდგა, მე ისევ გადავდგა, ეგ არ მაქვს და შემოუცილებლად გავაკეთებო და რო გაკეთებს გრილსაც დავდგავ მანდ, ანუ ამ ადგილს დავტვირთავ, უყოდ ისეთი რაღაცებით, რასაც ვიხმარ რა. თორე ესე გადაიტანე, გადმოიტანე, ძალიან მეზარება ხოლმე და ამიტომ მირჩევნია რაღაცა გაზზე გავაკეთო. ხო რაღაცებმა კიდე დასაუთვებელი და სანამ ხვალ სამსახურში წავლა რა ხვალე ადრე უნდა ავდგე. ისევ და ისევ ყველა ვარიანტში რომ თან რაღაცას გავაკეთებ, თან ვიდეოს ჩაწერაც მინდა, თან ყავას დავლებ და თან საჭმელი რა. ეგ ზამთარში მიჭირს ხოლმე დილით დგომა თორე ზაფხულში კაია 6 რო იწყება 6-ის 15 წუთზე, აი იცი როგორ ვდგები? ამ ბოლო ხანებში არ ვიცი რატომ აქ ესეთი თვალებს ვახელდა ვდგები. აი გონია რომ სადღაცას დაგაგვიანდა. დგები, სულ გზადაგზა ვიცვე ხოლმე. ჩამოდივარ ეზოში ვდგევარ, სად მიდიხარ? ვილო აი ეს დილა ადრია. არსად, მაგრამ ავდექი. აი ვახელ თვალებს და ვდგები. ეგ ადრე არ მქონდა, მე მგონი ვერა ვარ. კარგად. ადისპერალია. ой. წაღან TikTok-ზე ლაივი მქონდა დილას. თან იმას ვაკეთები საფს და იმის მე ხელი აღარ დამიდია, ვერ დავადე. ეგეც დაახლოებით 40 წუთი ვაკეთე. და მე მინდოდა ლაივის ჩართვა კიდე, თან გავერთობი მეთქი, როდესაც ვალაგებდი და იმ ოთახში ჭედავს, მაგრად ჭედავს ინტერნეტი, იმიტომ რომ გოგოების ოთახის კედელიც რო გავაკეთეთ, იქ თაღით რაღაცები, ანუ უშლის უკვე რა Wi-Fi-ის მიღებას და 1-15 წუთი ჩავხსე და ძალიან ჭედავდა და გამოვთე ესეთი ლაივიდან, ესეთი ის რა ის არის. მაგრამ ერთი კომენტარი მოვიდა, ამ კომენტარს ვიცი, აუ ეს ხალი სულ ლაივში რატოაო? 24 საათია. ხო და ის კი მოვასწარი სანამ გავჩერი, შენ ჯანი დაგეწო შენ, მეთქი მივაწახე რა. ნინო რას მიყურებ, ვალი მაქვს? მოურევ და მოვალ. ამ ვიდეოს ერქმევას მოურევ და მოვალ. იმიტომ სამჯერავდე კი მოურევ და მოვალ. ეს გავწიო. არ ვიცი თუ გესმით, კაი ქარია. ნინო, მაღლა ფეხსაცმელებს და რეცხილებს ხო ხედავ? ჩემი და მამასები გარეთ რო არის გარდირობი, მას შეალაგე და თქვენები დააბინავე. რაღაც უნდა მაგას თქმა. გარდირობში უნდა შევკიდო ისე ყველაფერი, რაც გარდირობის უკან კიდია, თოკზე იმტვერება რა. ლამაზად დაალაგე რა, ნუ თეთრებზე სხვებს ნუ დაყრი, გაიგე? მამასები ცალკე, ჩემები ცალკე, რომ თეთრი ბოტასები არის და ისა სხვა რაღაცებს ნუ დააყრიზეთ. მე მგონი გვეშველება და ნენელა აგრილდება, მაგრამ აგრილებაში ქარი არ მიყვარს. ქარი მიყვარს, არა, მიყვარს იცი რა დროს. წვიმაროა. შეიძლება ხალხაცაც გიჟიეგონ, ვეგონო, წვიმაროა. ქარი როა, ჭექა ქუხილი როა, იმ ამ დროს ბედნიერად მძინავ. ოღონდ შუქი არ უნდა იყოს, შუქი რო არის, პირიქით ჩიში მაქვს რაღაცის, არ ვიცი. შუქი რო არ არის, რაც კიდეც ის გიქცია. აი ხმა მიყვარს. იმაში ძილი ძალიან მაგრად მიყვარს.
იცი რა სიტუაცია ხოლმე რომ გაწვიმდება ხოლმე ღამე მაგალითად ჩემთვის ვფიქრობ აბა ეხა რამე გააკ გარეთ ან რამე გისველდება ან რამე სველდება რომ ან არ მოკვდეს ან ქათამია ან წიწილა ან ინდაური ან რაღაცა ეგ მომენტი მაქვს აბა ძაღლებს ასხავს შენი აზრით ანუ ესე რომ გონებას ჩამოვყვები ხოლმე და არაფერი რომ არ არის საგანგაშო და არაფერი არ არის მისახები ეგრეთ წოდებულად და ისა მე როგორ ტკბილად ჩამეძინება ხოლმე რომ ვიცი რომ არაფერი ემუქრება ჩემთან ყოველ შემთხვევაში ჩემთან სახლში ბევრჯერ შემოწმებია წვიმაში გადავიფარებ ხოლმე პირსაწმენს ბეჭებზე და დავდივარ ხოლმე აბა რომელიმე ძაღლს ხო არა სხავს რაღაცა ხო და აი მე უკვე ტკბილად ამძინავ ხოლმე არ მაწუხებს არ წვიმა აცის და ზოგადად წვიმა ძალიან მიყვარს წვიმა არ მბეზრდება აი ამ ზებს ყველა ვარიანტში მირჩევია ხო ეხლა რა საქმე მაქვს კიდე და რატომ გონია რომ დღესაც დამაღამდება ისე რომ აი ესე თავისუფალ დროს ვერ ვიპოვი და თუ ვიპოვე და წეღარო თქვი კინოსთვის წამოვწექი და ყურება დავიწყე უეჭველი ვიცი რომ საძღათ 15 წუთში ჩამეძიგებ საბუდარი უნდა მოუწყო ქათამს აი მისი და პატარა იაპონკას რადგან ზის უკვე კვერცხებზე მეორე დღე არის იდეალურად და უნდა ცალკე გადმოვიყვანო აი ეს ბუზი მოკლა ეს მოვაშორო რომ ანუ არა სხვა სხვასთან შეხება არ გქონდეს არ დაფრთხეს რამე კვერცხები არ შეუჭამოს და ასე შემდეგ მოკლედ და ცალკე უნდა დავსვა და აი ეგ მაქვს სანახავი რომ რა შეიძლება ჩაულაგო კვერცხები და თან უნდა ჩავსვა ყუთში აი ობოლა რომ იდის ეგეთ ყუთში უნდა ჩავსვა ობოლა და ახალე იმასაც დავსვავ ინკუბატორს კიდევ აუცილებლად და დავაცემინო ნინო ამათ ნახევარის ქერი ამოიღე და გადაუყარე რა ოღონდ იმ კრუხთან ჰა ყველა ფერს გადაუყარე აი ნახევარზე ავსე ცოტა მეტი ქერი ოღონდის ხორბალი წიწილისა ოღონდ კრუხთან ფრთხილად გაიარე რა წეღა ნადგა და თვითონ ჭამა და ისევ დაჯდა არ შეეხო ვის ინდაური დაღურიდა მართლა აი მე მართლა ინდაურია რა აი არ ვიცი რა მაგარი სახელი ხო ინდაურო რო ეტუ ვიღაცას აი ეგ არის მართლა ინდაური ბატი მოურე და მოვალ გუშინ კითხვის წინ გავაკეთე ცნამციცები ყრია ერთი ცალი წეღა რაღაცა ხმა იყო და იწახა და შადრევარივით აასწა არ ვიცი იდეალურად ვაკეთებ ყველაფერს ისე როგორც გავაკეთე შარშან შვიდობა არ ვიცი ოი დერდი რაღმეთ მაგის მეტი სადარდებელი არ მოგწევთ ანუ ნახე ვაკეთებ 5-ს ერთი იხდება ის იმ 4-ს რა სჭირს თუ იმ 1-ს რა სჭირს ის 4 კარგი რა ვიცი კაცო როგორც შარშან და შარშან წინ გავაკეთე ისე ვაკეთე რა ვიცი რა დაეტაკა ერთი-ორი დღე ხო იდეალურად იყო დღეს დაიწყო მაინდა-მაინც ესე ანუ აბერვა თუ რაც აქვია რა და არ გავხსენით მეთქი არის ხოლმე შემთხვევა რომ ანუ всё არაფერი არ მოსდის ისე წმინდავდება რაღაც იჭექა ახლა შეტანილი არ მქონდა აქ ეხლა უნდა შემეტანა და რა ვიცი გამოუცვალო წყალდახნა მოვბეჭდო თან მეშინი ეგეთი რაღაცების მართალი რო გითხრათ ანუ ეს აი მეებს მაგით არ ვაკეთებ აი ზამთრის რაღაცებს არ ვაკეთებ ის კი არა რომ აი მერე რა მოსდის ანუ ეს კიტრის პილსაც მეშინია ის რამდენი მოწამლულა და რაღაცა თავი მაგიტომ ეს ჩემი სიტყვაზე არ მქონდეს ვიდრე ეხლა იცი რატო ჯერ ის რო რა პროდუქცია ეხლა ეს კიტრი სახლისა იყო არც შეწამლული არც არაფერი
აი ბადრიჯანს ეგეთ რაღაცებს ვაკეთებენ ხოლმე ზამთრისთვის, პამიდორს მეც ვაკეთებ. მარტო ესე ვწქნი 4-ხად ვჭრი და ვდებ და ვასტერილებ. ანუ ძირითადად ყველაფერს ვასტერილებ. ძირითადად ყველაფერს. ხო და რა ვიცი, სანდო რაღაც პროდუქტია, რაღაც გაკეთება და რაღაც რავი რითი აკეთებ ის კიდე და ამიტომ მირჩენია სტოზე ის არ მქონდეს ზამთარში ვიდრე ხენ გავფშიკო. რა ვიცი რა ძალიან დავიღალ. და ხვალე წასვლა მეზარება. არ ხვალე მგონი მანქანით მივიდეთ, მგონი ჩემი ძმაც მუშაობს და ადვილია მაგ მხრივ. ანუ დროს არ ვკარგავთ იქ ბანაობაში და გზაში რა, მოვდივარ აქ უცბად ვიბანავებ და ეგრევე მივხოხდები ხოლმე სადმე რომ წამოვწვე. წავედი ხლა. ამოუყრიამ ხალხსაც მე მგონი მზად არის. ემასაც და უცბად ფენა დავალაგებ, გავრეცხავ ყველაფერს და რავი ხალხში ხედავ მე რა არის მე ვაკეთებ, გეგმა ამერია. ბევრი რაღაცა რომ რჩება ხოლმე ისევ გასაკეთებელი. ვეღარ ვალაგებ რას რის მე გავაკეთებ და ქაოსი მეწყება. ეგამ ჭირს. მაგრამ უეჭველი ვიცი რომ ყოფილი უნდა დავსვა, მაგრამ მაგას სიბნელე უნდა და სიბნელემდე უნდა გაუმზადო. წავედი ხახ რომ მაპატიე დაგვიანებისთვის თავარია მოვახწია და მოვედი. კარგად იყავით, აბა მომავალ ვიდეომდე დილაზე ვეცდები ყველა ვარიანტში სანამ სამსახურში წავა თქვენთან ერთად მოვიდე. და ყავა თქვენთან ერთად დავლიო. ვეცდები ყოველ შემთხვევაში თუ ისი არ დამეძინა საღათას წილით. აბა ჰე, ედინერი დღე, თუ საღამო, თუ ყვალინელი დილა.